გარეთ ვათენებთ ყველანი, გამოყრილია ჩვენი ნივთები, ზოგიერთები დაგვიზიანეს, არც კი გვაცადეს ბოლომდე გამოტანა, ნანგრევებში მოყვა ბევრი რაღაცები, არიან ოჯახები, რომლებმაც საერთოდ ვერ გამოიტანეს და რაც ზედაცვიათ იმ ტანსაცმლით არიან გამოსული და არანაირი საცხოვრებელი ნივთები და არანაირი წასასვლელი არ აქვს. ჩემს უკან ხედავთ ალბათ, რომ ალაგია საწოლები, ალაგია ეს სამშენებლო მასალა, სულ ყველაფერი დაგვინგრიეს, გაგვიფუჭეს და დაგვტოვეს ღია ცის ქვეშ. ქაბატონო, შეგიძლიათ გითხრათ აი თქვენი პირადი ისტორია, საცხოვრობდით თქვენი ოჯახის წევრების შესახებ და რაიმე ყურადღება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თუ ყოფილა დედაქალაქის მერიის ან ოცნების მთავრობის მხრიდან თქვენს მიმართ? არც არავინ არ მოსულა ჩვენთან გასასაუბრებლად, არც არანაირი ყურადღება არავის არ მოუქცევია, პირიქით გვაქცევენ მარტო თავისუფალი მოქალაქეები და მოხალისეები. დანარჩენი ჩვენთან მთავრობის ხალხი არავინ არ ყოფილა მოსული გასასაუბრებლად, არც მერიიდან, არც გამგეობიდან. საერთოდ არავინ არ ყოფილა მაგ ზედამხედველობიდანაც კი მოსული. კი ხედავდით კადრებში რა სიტუაცია იყო წინა დღეებში. უმოწყალოდ გვირტყავდნენ, არავის არ ინდობდნენ, არც ბავშვს, არც ქალს. არ გააჩნდათ არანაირ პირიქით ჩვენ მით უმეტეს ასე განერვიულებულ და გაწამებულ ხალხს კიდე ცდილობდით რომ არ შევსულიყავით კონფლიქტში და იქით გვიწევდნენ და კარგად ხედავდით რა სიტუაცია იყო. ჩვენ არანაირად არაფერს არ ვითხოვთ ზედმეტად, ვითხოვთ რომ ელემენტარული, არ ვითხოვთ ვილებს, არ ვითხოვთ ძვირფას მანქანებს, არ ვითხოვთ რაღაცა განსაკუთრებულ ცხოვრება. ჩვენ ვითხოვთ ელემენტარულ თავშესაფარს, რომ ნორმალური პირობები შეუქმნათ ჩვენ შვილებს და ღია ცის ქვეშ არ ვიყვოთ და ღია ცის ქვეშ არ ვათენებდეთ ყოველ ღამეს აქ არ გვიწევდეს ყოფნა. რაიმე შემოთავაზება ინვესტორის მხრიდან მიიღეს თქვენ აი ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში, რადგან კომპანიის წარმომადგენელი გუშინ ამტკიცებდა, რომ მოკლედ გავესაუბრებით ამ ადამიანებს და რაღაც როგორც ჩანს ფინანსურ რესურსს გამოვყოფთო, რაღაც სიაც კი გამოქვეყნდებაო. თუ იცით რაიმე აი ამ ნაწილში? არაფერი არციები მოუწოდებია, მასე დაგვპირდნენ, გვეუნებოდა შეგხვდებით, დაგილაპარაკებითო. არც შეხვედრაზე გამოსულა, არც ფინანსური დახმარება, არანაირი დახმარება არ ყოფილა მის მხრიდან, არანაირი დალაპარაკება არ ყოფილა. ნუ ჩვენთან საერთოდ არანაირ იმას არ აკეთებს განცხადებას. ან დაგვეხმარება, ან აგვინაზღაურებს, ან რაღაცით წუხს ჩვენ ასეთ მდგომარეობაზე საერთოდ არაფერი. ქაბატონო, რას აპირებთ შეგიძლიათ გითხრათ, იმიტომ რომ ფაქტია დედაქალაქის მერიიდან თქვენ ვერ მიიღებთ დახმარებას, იმიტომ რომ კალაძე იმაზე ლაპარაკობდა, რომ ვიღაცებს უკვე აქვთ მიღებულიო სახლი გადასცა ოცნების მთავრობამ ის გაყიდესო, ვის რამდენი მანქანა ყავს, ვის რამდენი სკუტერი, აი ესეთი იყო რეჟიმის პროპაგანდა. რას აპირებთ აი ამ ფონზე, როდესაც ვერც ინვესტორისგან ვერ იღებთ ვერანაირ დახმარებას? რა ვიცი, მაშინ მოგვიტანოს, დაგვიდოს, გვაჩვენოს ვის რა ქონდა. მე პირადად არც სკუტერი მყოლია, არც სახლი გამაჩნია, არც კარი გამაჩნია. მე პირადად ჩემი ოჯახი არაფრით არ დაუკმაყოფილებია და ეხლა ზოგიერთები თუ ვიღაცა თავისი ნათესავები დააკმაყოფილა, ამას ვერ გეტყვით და აქ ვინც ცხოვრობდით, ვიყავით ყველა გაჭირვებულები და ვიყავით ყველა რო იყვიან სოციალურად დაუცველები. შიშრომო პირებიც კი ქუჩაში არიან. სხვა რაზე უნდა მართალია, ჩვენნაირ ფენასთან ეგ სალაპარაკოთ არ მოვა, ჩვენნაირ ფენასთან მას არც გაჭირვება უნახია ჩვენისთანა ხალხისთვის და ჩვენი ფენის ხალხის გასაჭირი, მაგისთვის გასაჭირი არ არის. მაგი ხედავს იმას, ვინც თავისნაირი ბიზნესმენი არის და თავისნაირი მდიდარი არის და რა ვქნა, ჩვენ არა ვართ ასეთი ისინი შთამომავლი შვილები, რომ ქონოდა ბიზნესმენები ყოფილიყავით და დიდი სახლები და ვილები. ჩვენ ვილები კი არა, საკუთარი სახლებიდანაც კი გამოგვყარეს. ჩვენ რო საკუთარი სახლები გქონოდა და არ წაერთმია ის, თუნდაც დევნილები რომ არიან, თუნდაც ეს სოციალურად დაუცველები, ხო? მაშინ რაზე მოვითხოვდით?
ნამდვილად არც იმის ის არა ვარ ღორი რომ ვიღაცას ჩემზე ძალიან უჭირდეს და მე იმის ადგილას დავდგე და კიდე ვითხოვდე რაღაცას, რომ მქონდეს წასასვლელი, რომ მქონდეს სახლი, რომ მქონდეს რაღაცა, ნამდვილად არა ვარ ის ადამიანი, რომ დავდგე და კიდე ვიღაცას დაუწყო მოთხოვნა და დაუწყო იმის ის, რომ გინდა თუ არა მომეცი მეთქი. რო არა მაქვს თავშესაფარი და რო არა მაქვს წასასვლელი, იმიტომ არის, რომ ვათენებ აგერ დღე და ღამე. კეთილი. წასასვლელი რომ მქონოდა, წავიდოდი და ვიქნებოდი ტკბილად ჩემს შვილების გვერდში.